საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა მთავრობამ დოკუმენტზე მუშაობა უკვე დაიწყო და მისი მიზანი საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება და ავარიების შემცირება. დოკუმენტი ინფრასტრუქტურის კონტროლის, ქცევის, ცვლილებისა და სწრაფი რეაგირების მიმართულებით სისტემურ მიდგომას ითვალისწინებს. რა ძირითადი მიმართულებებია განსაზღვრული სტრატეგიაში და რამდენად შეძლებს ის საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას ქვეყანაში, რა რეკომენდაციები აქვს სპეციალისტებს, სტუმართან, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელთან დავით მესხიშვილთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, მადლობა გაცემის სტუმრობისთვის. რას ნიშნავს ეს სტრატეგია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ სფეროში ხართ ჩართული და რას მისცემს ამ სტრატეგიის რეალურად ამოქმედება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საგზაო უსაფრთხოების კუთხით არც თუ მარტივი მდგომარეობა გვაქვს, როდესაც საგზაო შემთხვევებზე გვაქვს საუბარი და შესაძლოა ეს ძალიან აქტიურად შუქდება და ამით არის განპირობებული, თუმცა სტატისტიკა რეალურადაც ცხადყოფს, რომ საკმაოდ მაღალია საგზაო შემთხვევები. დღემშვიდობისა, მადლობა მოწვევისთვის. Რა თქმა უნდა, საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის მიღება არის მნიშვნელოვანი ფაქტი. სტრატეგია მოიცავს 4 წელს, 2026 წლიდან 2030 წლის ჩათვლით და პლუს ყოველ წელს უნდა შეიქმნას სამოქმედო გეგმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, იმიტომ რომ ერთგვარად სახელმძღვანელოა ყველა სტრუქტურისთვის და ყველა არა მარტო ამ სფეროში ჩართული ადამიანის, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის თუ რა იქნება საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკა შემდეგი წლების განმავლობაში. ჩართულები ვიყავით სამუშაო პროცესში საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტთან ერთად. დასკვნით ღონისძიებაზე ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ დასკვნით ღონისძიება ჩატარდა, დასკვნითი განხილვა უბრალოდ თუ ვიტყვით, ჩატარდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, ქალბატონ თამარ იოსელიანთან ერთობლივად, რაც ასეთ საკითხების განხილვას თავის წონას აძლევს და მნიშვნელობას ანიჭებს. ამიტომ თუ ზოგადად შევაფასებთ ასეთ დოკუმენტის მიღებას, ის მნიშვნელოვანია, მას ჩვენ მხარი დაუჭირეთ, შეუძლებელია მხარი არ დაუჭირო დოკუმენტს, რომელიც ორიენტირებულია საგზაო შემთხვევების შემცირებაზე და დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობის შემცირებაზე, ასევე შეუძლებელია, რომ სრული კმაყოფილება გქონდეს იმ სტატისტიკის ფონზე, რომელზეც თქვენ გაამახვილეთ ყურადღება და ასევე შეუძლებელია ჩვენ არ გქონოდა ჩვენი რეკომენდაციები, რომელთა ნაწილიც გათვალისწინებულია, ნაწილი შეიძლება ითქვას, რომ რაღაც გარკვეულ პერიოდში შეიძლება იყოს გათვალისწინებული, ნაწილის გათვალისწინება ამ ეტაპზე არ მოხერხდა. მოდი მივყვეთ თანმიმდევრულად. რა იცვლება ჩემთვის, მოქალაქისთვის ამ სტრატეგიის ამოქმედების შემდგომ? ამოსავალი წერტილი, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება და იმ ძალიან ძიმე სტატისტიკის გაუმჯობესება, ხო, რეალურად მიზანი და ის, რომ ჩვენ რეალურად ყოველდღიურად გზებზე გადავაადგილდებოდეთ უსაფრთხოდ, ამის გათვალისწინებით რა იცვლება, ეს აუხსნათ მაყურებელს და მე მივყვეთ თანმიმდევრულად რა რეკომენდაციები გქონდა და რა არ გაითვალისწინეს და რა გაითვალისწინეს, რატომ იყო მნიშვნელოვანი მათი გათვალისწინება? ნამდვილად ჩვენი ქვეყნისთვის ნებისმიერი ლოგიკით პრიორიტეტულია საგზაო უსაფრთხოების საკითხი და ის მსოფლიოსთვისაც ასია, იმიტომ რომ მსოფლიოში დაღუპულების დაახლოებით 1.200.000-მდე ადამიანი იღუპება ყოველწლიურად საგზაო შემთხვევებში, რაც მსოფლიო ჯანდაცვის საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა. ამ ქვეყნებს შორის ევროპაში სამწუხაროდ ერთ-ერთი ცუდი მაჩვენებელი გვაქვს ჩვენ საქართველოს დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობის მიხედვით, ამიტომ ყველა ეს ღონისძიება, რომელიც ამ სტრატეგიით არის გათვალისწინებული, უნდა იყოს ორიენტირებული დაღუპულების და დაშავებულების ჯერ შემცირებაზე, შემდეგ კი განულებაზე, ისე როგორც ეს არის საერთაშორისო სტრატეგიით Vision Zero, ამაზეც შეგვიძლია გავამახვილოთ ყურადღება, ეს არის ნულოვანი მაჩვენებელი გზებზე დაღუპულების. ანუ ჩვენ გვაქვს ესეთი მოცემულობა, რომ სოფლიოში მუშაობენ განვითარებულ ქვეყნებში უკვე, რომ გზაზე აღარ დაიღუპოს საერთოდ ადამიანი და ისინი უშვებენ, რომ შეიძლება მძღოლმა დაუშვას შეცდომა და ჩვენც უკვე უნდა გადავეწყოთ, ესე ვთქვათ, და უნდა ვეწყობით კიდევაც აი მიმართულებით, რომ არ არსებობს უშეცდომო მძღოლი. მძღოლმა შეიძლება უნებლიეთ დაუშვას შეცდომა, მაგრამ ეს შეცდომა ისე უნდა იყოს ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული, ასე ვთქვათ, გარემო, რომ ეს შეცდომა არ გახდეს საგზაო შემთხვევაში დაღუპვის მიზეზი. აი ეს არის მთავარი ამოცანა. ამიტომ ჩვენი მთელი, ასე ვთქვათ, პრიორიტეტიც ამისკენ არის მიმართული. საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიაში არის მოცემული, რომ 2028 წელს უნდა გარკვეული პროცენტით შემცირდეს დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობა, ხოლო
2030 წლისთვის უნდა იკლოს 25% დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობა. Რა თქმა უნდა, მე როგორც მოქალაქეს ამ შემთხვევაში და ამ სფეროში ჩართულს, მაქვს იმის ამბიცია, რომ მეტად იყოს კლება, ვიდრე დაუშვათ 25% დაშავებულების და დაღუპულების, თუმცა ეხლა ამ ეტაპზე ესე არის ამ სტრატეგიით განსაზღვრული, თუმცა მინდა მაყურებელსაც მივმართო და თქვენს გითხრათ, რომ აღარ არის არარეალური ნულოვანი მაჩვენებელი გზებზე დაღუპულების. არ არის აუცილებელი მობილობისთვის გადახდა სიცოცხლით და ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე მისასვლელად სიცოცხლით გადახდა მნიშვნელოვანი არ არის. რა იცვლება? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ რა წერია ამ დოკუმენტში ისეთი, რაც რეალურად მე განხორციელების შემთხვევაში თუნდაც 65%-იან კლებას მოგცემს. კი, არის რამდენიმე მიმართულება, განსაკუთრებით უკვე გამოჩნდა, ესე ვთქვათ, აქტიურ ფაზაში ის რაც ძალიან ბევრ ადამიანს ჩვენ მოქალაქეს აწუხებთ, ეს არის სასკოლო ზონების საკითხი. პირველ რიგში სასკოლო ზონა უნდა განისაზღვროს კანონმდებლობით, როგორც ტერმინი, რას ნიშნავს ეს. და სასკოლო ზონა უნდა იყოს შემდგომ სამოქმედო გეგმა ამ სასკოლო ზონებთან დაკავშირებული. ანუ სად განთავსდეს ტრანსპორტი, სად გაიაროს, რა ტიპის წესებია. გავლა შეიძლება და შემდგომ. მთელი წესებია, სასკოლო ზონა ნიშნავს ზონა, სადაც შევდივართ და მე გამოვდივართ ამ ზონიდან, ანუ რაღაც არეალს, სადაც მოქმედებს განსაკუთრებული წესები უსაფრთხოების და რომელთა არ დაცვაც მკაცრად უნდა ისჯებოდეს, იმიტომ რომ იქ ბავშვებს ექმნებათ საფრთხე. პირველ რიგში ეს ტერმინი რომ გამოჩნდა, არის ძალიან დადებითი შეფასება საგანი. მეორე მხრივ ჩვენ გამოწვევად გვჩება სიჩქარესთან დაკავშირებული საკითხები, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად მიგვაჩნია სამთავრობო ორგანიზაციებს, რომ სამი მიმართულება არის სიჩქარესთან დაკავშირებული მოსაწესრიგებელი, მისი პრევენცირება მხოლოდ ჯარიმებით ვერ მოხერხდება, იმიტომ რომ ქულათა სისტემა უნდა იყოს დაკავშირებული კამერებთან. ანუ თუ ადამიანმა სიჩქარეს გადააჭარბა, მას პირველ რიგში ქულები უნდა აკლდებოდეს, იმიტომ რომ ის იყოს გათანაბრებული იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვისაც ჯარიმის გადახდა და ვისთვისაც ჯარიმის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს. მეორე, სიჩქარესთან დაკავშირებით ხშირად აჟიოტაჟია ხოლმე სოციალურ ქსელებში, როცა საუბარი მიდის, რომ უნდა შეიზღუდოს 30 კმ/სთ ქალაქის ცენტრალურ უბნებში. თვლიან, რომ თითქოს გაიჭედება ასე ქალაქი, პირიქით გამტარუნარიანობა გაიზრდება, იმიტომ რომ ჩვენ სწრაფად ვერ მოვგროვდებით იმ ვიწრო ქუჩებზე, როგორც ეხლა ხდება ხოლმე და ქვეითთან შეჯახების შემთხვევაში და ქვეითები რჩება. თავარ გამოწვევად. მესამედი დაღუპულების ქვეითებზე მოდის, ქვეითთა შეჯახების შემთხვევაში პრაქტიკულად 80-85% არის მათი გადარჩენის შანსი. მეორე ნაწილი რა განისაზღვრა ამ სტრატეგიით, სკოლები, სასკოლო ნაწილი გავიგეთ. კიდე? შავი წერტილები ასევე გამოჩნდა უფრო პრიორიტეტულ მიმართულებად, ვინაიდან შავი წერტილების აღმოფხვრა ძალიან დიდად ჩვენი დაკვირვებითაც შეიძლება 25-30%-აც კი შეამციროს დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობა. რომ განმარტოთ რა არის ეს შავი წერტილი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე ამაზე კითხვა, რომ რა არის ეს შავი წერტილი და რატომ მახულდება ამაზე ასეთი ყურადღება. კი, შავი წერტილები არის გზის მონაკვეთები, სხვანაირად მანამდე პრობლემურ მონაკვეთებსაც უწოდებდით, სადაც დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობა უფრო მეტია ვიდრე გზის სხვა მონაკვეთებზე. ნუ ის განსაზღვრული არის, რამდენი უნდა იყოს დაღუპული, დაშავებული, რომ მას მიენიჭოს ეს სტატუსი. საგზაო ინფრასტრუქტურა არის თუ არა დაუშვათ პრობლემა ამ ნაწილში, როდესაც მათ შორის იგივე აი ამ ავტოსაგზაო შემთხვევებზეა საუბარი. არის. და დღევანდელი საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურა ამ რისკებს აზღვევს, თუნდაც ეხლა რაც ამ სტრატეგიით არის განსაზღვრული. ამ სტრატეგიით დასახულია საგზაო საფრთხეების ის პრიორიტეტები, რომელიც უნდა აღმოიფხვრას და ის საგზაო საფრთხეების ის პრობლემებია ნაჩვენები, რომელიც ძირითადად უნდა აღმოიფხვრას ზუსტად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით. საგზაო ინფრასტრუქტურა უკვე უნდა მოწესრიგდეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, აი ზუსტად Vision Zero-ს შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ საგზაო შემთხვევა შეიძლება მოხდეს, მაგრამ იქ ადამიანი არ უნდა დაიღუპოს. შავი წერტილებთან მიმართებაში მე ვიცი, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც აქვს გარკვეული აქტივობები უკვე დასახული, მათ შორის საგზაო უსაფრთხოების ამ სტრატეგიაშიც არის გათვალისწინებული, რომ მაქსიმალურად მცირე, ასე ვთქვათ, პერიოდში მოხდეს აღმოფხვრა ამ შავი წერტილების ინფრასტრუქტურულად. ხო, იქ ზოგადად შეიძლება ბილიკების გაკეთება იყოს საფეხმავლო საჭირო, ან გზაჯვარედინების მოწესრიგება იყოს საჭირო, ან განათების, ან ამ შემდეგ ეს რა თქმა უნდა ადგილზე ინდივიდუალურად ხდება ამის შესწავლა. კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვანი და პრობლემური ნაწილი დედაქალაქის გარეთ არის, მათ შორის იგივე საქალაქთა შორისო ტრანსპორტი, ხო? ეს არანაკლებ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, როცა უსაფრთხოების ნაწილზე საუბრობ და ეკონომიკის სამინისტროს ამ მართლებით საკმაოდ დიდი რეფორმაც აქვს უკვე დაწყებულ მიმდინარე
პროცესში, ხო? აი ეს ამ პრობლემაზე თუ არის ამ სტრატეგიაში ყურადღება გამახვილებული და თუ არის დაუშვათ ეს რა ფორმით მოაწესრიგებს იმ პრობლემებს, რომელიც დღეს რეალურად გვაქვს ამ ნაწილში. კი არის საქალაქთაშორისო მიმოსვლას აქ რამდენიმე მიმართულება, ერთი ეს უკავშირდება ავტოსადგურებს, რა თქმა უნდა, და მეორე თვითონ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, ხო? ანუ ორი ძირითადი მიმართულება აქვს. ავტოსადგურების ნაწილში საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში, რა თქმა უნდა, ყურადღება გამახვილებულია. ის კიდევ ცალკე რეგულირდება ტექნიკური რეგლამენტებით სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, მაგრამ გამოწვევად რჩება რამდენად აკმაყოფილებენ ავტოსადგურები იმ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, რომელიც არსებობს, ეს ერთი და მეორე გამოწვევა სიჩქარეზე როცა საუბრობდით საქალაქთაშორისო ტრანსპორტთან მიმართებაში არის საერთაშორისო მოთხოვნები, არის შესაბამისი ევროდირექტივებიც, რომ ავტოტრანსპორტში, რომლებსაც გადაყავს მგზავრი, უნდა იყოს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობები დამონტაჟებული იმისთვის, რომ უпростоრად მგზავრონ უსაფრთხოდ, მაგრამ მძღოლმა ვერ შეძლოს სიჩქარის გადაჭარბება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს უნდა მოხდეს რაღაც ჩარევით, ის რომ სურვილის შემთხვევაშიც კი ჩვენ დღეს კიდე გვრჩებით იმ ფაქტების წინაშე, რომ გადასწრება ხდება, ვინ ჩაასწრებს, გზებზე მგზავრების აყვანა ხდება, ეგრეთ წოდებული ხიშნიკი მძღოლები კვლავ არსებობს. ეს პრობლემები არსებობს. სამწუხაროდ ჯერ არ არის გადაჭრილი და არსაც წასულა, მაგრამ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია. საქმეც მაგაში რომ ფურცელი თვითონ დოკუმენტები არსებობს, ეხლა ამას სჭირდება აღსრულება და ის ბერკეტი. გაქვთ მოლოდინი, რომ ამ სტრატეგიაში რაც წერია, ის აღსრულების კუთხით საკმაოდ ეფექტური იქნება? თქვენთანაც ახსენეთ, რომ დოკუმენტში ერთია რა ჩაიწერება, მეორეა რამდენად სწორად კარგად აღვასრულებთ. ეს ძალიან კარგი კითხვა, ეს გვაწუხებს ჩვენ ყველას, იქ ვინც ვიყავით შეკრებილები, მათ შორის, იმიტომ რომ საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი არსებობს, რომელიც კოორდინირებას უწევს უწყებად შორის, ასე ვთქვათ, სამუშაო პროცესს, მაგრამ რეალურად თუ ჩვენ პრობლემის გადაჭრა გვინდა, უნდა არსებობდეს ცალკე ასე გამოყოფილი სტრუქტურა, დამოუკიდებელი სტრუქტურა საგზაო უსაფრთხოებაში, ამაზეც იყო იქ საუბარი და მუდმივად საუბრობთ, რომელსაც ექნება დაფინანსების სტაბილური წყარო საგზაო უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი და ექნება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ისეთი, რომელიც აღმოფხრის საგზაო შემთხვევებით. დღეს ჩვენ უფრო ძირითადად გვიწევს მაინც თეორიული სამუშაოების გაწევა, რაც არ არის საკმარისი საბოლოოდ, რომ ჩვენ ეფექტიანი შედეგი გქონდეს. ეს მიიღწევა თუ გვექნება დამოუკიდებელი სტრუქტურა თავის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილი და ეს ყველამ კარგად ვიცით და ასევე ამ სტრატეგიის ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუნიციპალიტეტები, სხვადასხვა ქალაქები არ არის შეყვანილი ესე ინდივიდუალურად ამ სტრატეგიაში და იქ საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. ჯერჯერობით ეს დოკუმენტი ესე ცალკე მუნიციპალიტეტებს არ მოიცავს, არის ზოგადი შინაარსის, უფრო შეიძლება ვიღაცამ სიტყვაზე ვამბობ, რომელიმე მუნიციპალიტეტში აიღოს ეს დოკუმენტი სახელმძღვანელოს, ან საერთოდ არ აიღოს. იმიტომ რომ ვალდებულება ასეთი, მაგალითად იქ ვალდებულება არის, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რაღაც უნდა გააკეთოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მაგრამ იქ რომ მუნიციპალიტეტებმა რაღაც ცვლილებები უნდა განახორციელონ, ან გაითვალისწინონ სავალდებულოდ რეკომენდაციები, ასეთი რამ ჩანაწერში არის. იმედი ვიქონიათ, რომ ეს ამ ტიპის დაკონკრეტებებიც აუცილებლად იქნება და ამ სტრატეგიის მნიშვნელობის, მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ამ საკითხს ბიზნეს პარტნიორი კვლავაც მიუბრუნდება სხვა გადაცემებში. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და კვლავაც სიამოვნებით გიმასწინებთ ბიზნეს პარტნიორის ეთერში დავით მესხიშვილი საუბრობდა.